თბილისი მწვანე ქალაქი. თბილისში დღეს 200 ჰექტარი სარეკრეაციო ზონები არსებობს, თუმცა ისინი არის დღეს რიგი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენების და ოლიგარქების ხელში. ეს არის სწორედ ის სივრცეები, რომელიც დღეს აღარ ეკუთვნის ხალხს ნაწილობრივ, ნაწილი ჯერ კიდევ გვეკუთვნის და ნაწილი წართმეულია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპული ტიპის სარეკრეაციო სივრცე უნდა არსებობდეს დედაქალაქში, რომელიც დაკავშირებული იქნება ერთმანეთთან უშუალოდ გარდამავალი ზონებით და ეს გააერთიანებს არსენალის მთას, იპოდრომს, ცირკის მთას, ლაგუნა ვერეს, ყოფილი ზოოპარკის ტერიტორიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოს, რომელიც 2 ჰექტარია, რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენებოდეს. ეს სივრცეები და მათი გაერთიანება ჩვენ მოგცემს დედაქალაქში ფილტვებს, თბილისის ფილტვებს, რომელიც გააჯანსაღებს ჩვენს გარემოს. ამ ყველაფრის დაგეგმარება სრულიად მარტივია, რეალურად დაგეგმარებულია, სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ერთად ჩვენს ღირსეულ განვითარებაზე და გარემოზე. ასევე ის სირთულე, რომელიც დედაქალაქს დღეს ახლავს, მისი მთაგორიანობა შეიძლება ვაქციოთ ჩვენს პრიორიტეტად და შესაძლებლობად. თბილის გარშემო აკრავს 700 ჰექტრამდე ტყე-პარკი, რომელიც დღემდე გამოუყენებელი, არ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა. ის რეალური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამ 700 ჰექტარში დავინახოთ თბილისის გარშემო და გავაერთიანოთ ერთიან უზარმაზარ ეროვნულ პარკად, რომელიც იქნება თბილისის ეროვნული პარკი, გააჩენს ახალ ტურისტულ შესაძლებლობებს. ეს ეროვნული პარკი მოიცავს მათ შორის პუს ტბას, მთაწმინდის პარკს, თაბორის მთას, ნარიყალას და ბოტანიკურ პარკს. ეს შესაძლებლობა, რომელიც დღეს შეიძლება თბილისელებს ჰქონდეთ, ჩვენ უბრალოდ წართმეული გვაქვს, იმიტომ არავინ ამაზე არ საუბრობს. გარდამავალი ხიდებით, გადმოსახედებით, ტურისტული ლოკაციებით, სადაც არ იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ავტომობილით გადაადგილდებოდა. ეს უნდა იყოს იმ ტიპის სარეკრეაციო ზონა, როგორიც არის ნამდვილ ევროპულ ქალაქებში.